რა საზიზღრობაც მაშინ თქვი, ისეთივე საზიზღრობა ხარ ახლა. ორჯერ საზიზღრობა ხარ კოტე. ანუ ყველაფრის მკადრებელი მაშინაც და ახლაც. რა სამწუხაროა, რომ ყველაფრის კადრება შეგიძლიათ. ასე ეხმიანება თაკო ჩარკვიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის და თინა ბაკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის ბოდიშს, რომელიც უტა ივანიშვილს მოუხადა იმ ჭორისთვის, რაც მან გაავრცელა ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც თქვა, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არის უტა ივანიშვილის გულისწორი და ამ კრიტერიუმით შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის კანდიდატურაზე. ბახტაძეზე ქალაქში დადის ჭორები, რომ არის უტა ივანიშვილის გულისწორი, ეხლა ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი და ყველა შეაბერდნენ ერთმანეთს, თუმცა გულისწორი რასაც ნიშნავს, ეხლა სხვა სიტყვას სპეციალურად არ ვიტყვი და აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი შეურაცხყოფას აკეთებს, მეგობრები თუ არიან ეგ ხმა, შენ როგორ გაიგე ეს ნაფტა? არა, ნუ მე მგონია რომ მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს. ერთი იმას რასაც სიტყვა და შეიძლება სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა კონტექსტში იყენებს. გულისწორი რას ნიშნავს? უტა ივანიშვილის გულისწორი როგორ უნდა იყოს ბახტაძე? ანუ რას გულისხმობ? რასაც გულისხმობ, შეუძლიათ ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჭორები ხო, ეხლა აი დღეს მთელი დღეა ეს მესმის Facebook-ზე, ეს მესმის ბევრ სხვადასხვა იმაში, რა ქვია, სოციალურ, ასე ვთქვათ, განხილვის ფორუმებზე, თუმცა შეუძლიათ შეაბერდნენ ტკბილად ერთმანეთს, მაგრამ ის რაც ახლა თქვენ თქვით, ეს არის უკვე რაღაცა ძალიან ისეთი კი ბატონო, ეხლა თქვენ ბინძური თემაა. არა, ბინძური თემა. ანუ რას გულისხმობთ თქვენ? უტა ივანიშვილის ძალიან ახლობელი და გულისწორიაო ბახტაძეო და ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის დანიშნოს პრემიერ-მინისტრადო. ეხლა ცოტა აბსურდი არ არის ეს? არანაირი აბსურდი არ არის, ეს არის რეალობა. კოტე იოსელიანმა 7 წლის შემდეგ ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა. მოგესალმებით, ამ ვიდეოს წერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მთლიან პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა Facebook პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვხვდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი ამ მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი, მას ყოველს კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის მოშკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე რაღაც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ნანობ და მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვხადო უტა ივანიშვილს.